დღეს ღვინის ისტორიასთან დაკავშირებულ ნიმუშს წარმოგიდგენთ. საქართველოს და ღვინო განუყოფელი ცნებებია და დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი ღვინის წარმოების კვალი და ეს თარიღდება 8000 წლით. შემდგომში არის მონაცემები კავკასიის სხვადასხვა წერტილებიდან. სომხეთში არენის მღვიმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომელიც 2000 წლით ახალგაზრდას რაღაც 6000 წლით თარიღდება. უნდა ითქვას, რომ ღვინის ისტორიის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში გამოქვეყნდა ნაშრომი ბერძენი ფილოსოფოსის და ბოტანიკოსის თეოფრასტუსის, რომელიც არისტოტელეს მოწაფედ ითვლებოდა სწორედ ღვინის ისტორიის შესახებ. დღეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მაგალითად ძალიან აქტიურია გენეტიკური კვლევები და უახლესმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პირველი მოშინაურება ვაზის სწორედ კავკასიის ტერიტორიაზე ხდება და შესაძლოა ეს უკვე ყოფილიყო 11000 წლის წინ. ამასთან ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აგრეთვე თვითონ თანამედროვე სიტყვის ვაინის წარმოშობაზე და არსებობს ძალიან სერიოზული არგუმენტები, რომ ის დაკავშირებულია ქართულ სიტყვა ღვინოსთან. არ არსებობს არც ერთი დიდი ისტორიული ეპოქა, რომლის დროსაც საქართველოში არ იყო ღვინის წარმოება და ღვინოს არ ჰქონდა განსაკუთრებული ადგილი ჩვენ ცხოვრებაში. აი დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნიმუშებს, რომელიც აღმოჩენილია ბედენის პლატოზე. ეს გახლავთ ვერცხლის ფირფიტებში გახვეული ვაზის ტოტები, რომელიც თარიღდება თითქმის 4500 წლით. ეს მასალა გახლავთ ნაწილი იმ ინვენტარისა, რომელიც ჩატანებული ჰქონდა მიცვალებულს და როგორც ჩანს, მიცვალებული იყო წარმომადგენელი უმაღლესი ელიტის. ეს აღმოჩენები დაახლოებით 60 წლისაა და ამ კვლევებს აწარმოებდა ცნობილი ქართველი არქეოლოგი ბატონი გერმანე გობეჯიშვილი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული სწორედ ბედენის ყორღანების აღმოჩენა. მთლიანობაში ეს გახლავთ ძალიან მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალიან ადრეულ ეპოქებშიც კი ღვინო და ვაზი ყოველთვის იყო ჩვენი წინაპრების ყოფის ნაწილი და მათ ჰქონდათ გარდა ყოფითი ასევე ძალიან დიდი რიტუალური მნიშვნელობა. ჩვენ დღეს სწორედ ვაგრძელებთ ამ ტრადიციებს.